სი ძინპინი სრულიად შეძრულია მას შემდეგ, რაც ტრამპმა ჩინეთის ყველაზე ცუდი მხარე გამოავლინა სიტყვით, რომელმაც უზარმაზარი ზეწოლა მოახდინა ჩინეთის უმაღლეს ლიდერზე. ტრამპმა გამოაცხადა ანტისაიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნება და განაცხადა, რომ სადაზვერვო სააგენტოებმა 2020 წლის საარჩევნო ციკლიდან აღმოაჩინეს ჩინეთის ოპერაცია ამომრჩეველთა მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების მიზნით. აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა 2020 წელს გაიგეს საარჩევნო ჩანაწერების კომპრომეტირების შესახებ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ათეულობით მილიონი ამომრჩევლის მონაცემები იყო კომპრომეტირებული. დაფიქრდით ამაზე. ათეულობით მილიონი მონაცემი 18 შტატში ჩინეთმა შეიძინა, მოიპარა ან გატეხა. თეთრი სახლის მიერ შექმნილი გვერდის მიხედვით, ათეულობით მილიონი ადამიანის ინფორმაცია 18 შტატში სავარაუდოდ შეიძინეს, მოიპარეს ან ციფრული შეჭვით მოიპოვეს. მთავრობამ ასევე ჩინეთს დააბრალა 220 მილიონი ჩანაწერის უკანონო შეძენა, სადაც მითითებული იყო სახელები, მისამართები, ტელეფონის ნომრები და პარტიული პრეფერენციები. ბრალდება პეკინს მაშინ წაუყენეს, როცა ჩინეთის უმაღლესი ლიდერი ცდილობდა ჩინეთი განსხვავებულად წარმოეჩინა. ხელოვნური ინტელექტის მხარდამჭერი, რომელიც უსაფრთხოა, ღიაა და საერთო კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ და მისმა გამოყენებამ არ უნდა დააზიანოს ან დაასუსტოს მსოფლიო ცივილიზაციების მრავალფეროვნება და არც სხვადასხვა ქვეყნის კულტურების უნიკალურობა. ჩვენ უნდა შევუსაბამოთ ხელოვნური ინტელექტის ღირებულებები კაცობრიობის საერთო ღირებულებებს. და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების სწორად გამოყენებით გავზარდოთ გაგება, ტოლერანტობა, ურთიერთკაცვლა და გაზიარება ყველა ცივილიზაციას შორის. ჩვენ დიდი გულმოდგინებით უნდა მოუაროთ ცივილიზაციების ბაღს, რათა თითოეული ცივილიზაციის სილამაზე დაფასებული და გაზიარებული იყოს. სანამ ის შანხაიში გლობალურ თანამშრომლობაზე საუბრობდა, დონალდ ტრამპი ჩინეთის რეჟიმის სრულიად განსხვავებულ სახეს აჩვენებდა. ინტერესი მონაცემებში, პოლიტიკური გავლენა, ტექნოლოგიური დომინირება და სხვა ქვეყნის შიდა სისუსტეების გამოყენების უნარი. ტრამპმა განაცხადა, რომ დოკუმენტები მოიცავს ხმის მიცემის აპარატების, საარჩევნო მონაცემთა ბაზების, ამომრჩეველთა რეგისტრებისა და დათვლისთვის გამოყენებული სისტემების სისუსტების სისუსტეებს. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა, აქვთ შესაძლებლობა საარჩევნო ინფრასტრუქტურის გარკვეული ნაწილების კომპრომეტირება მოახდინონ. 18 შტატთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოდგენილი იყო, როგორც აღმოჩენა, რომელიც თავად შეერთებული შტატების ჯაშუშურმა სააგენტოებმა გააკეთეს 2020 წელს. თეთრი სახლის გავრცელებული ვერსიის მიხედვით, ჩინეთმა შექმნა სპეციალური განყოფილება, რომელიც მოპოვებული ფაილების გამოყენებაზე მუშაობდა და ეს საქმე დაზვერვის სისტემაში დაფარეს. დოკუმენტები მოიცავს 5 ძირითად სფეროს. პირველ რიგში ისინი აჩვენებენ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში 2020 წლის საარჩევნო ციკლიდან დაწყებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ განახორციელა ის, რაც როგორც მიიჩნევა, საარჩევნო მონაცემების ყველაზე მასშტაბური გაჟონვაა ისტორიაში. ტრამპმა დაადანაშაულა სააგენტოების წევრები პრობლემის მასშტაბის შემცირებაში და საზოგადოებისთვის მონაცემთა შეგროვების მასშტაბის დამალვაში. ბრალდება სკანდალურია, რადგან საქმე არ ეხება მხოლოდ ერთჯერად შეჭრას, არამედ ფართო ბაზას, რომელსაც შეუძლია მილიონობით ამომრჩევლის პოლიტიკური ჩვევების, მდებარეობის, პარტიული კუთვნილებისა და პირადი მონაცემების მიხედვით პროფილების შედგენა. ტრამპმა გამოსვლა გამოიყენა იმისთვის, რომ კონგრესზე ზეწოლა მოეხდინა ამომრჩეველთა რეგისტრაციისას, მოქალაქეობის იდენტიფიკაციისა და ციისა და დამადასტურებელი წესების გამკაცრებაზე. თეთრი სახლის მიერ მხარდაჭერილი წინადადება სენატში გაჩერებულია. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ შინაგან უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულმა გადახედვამ აღმოაჩინა დაახლოებით 270-დან 278,000-მდე მოქალაქეობის არ მქონე პირი, რომლებიც ფედერალურ არჩევნებში ხმის მისაცემად არიან რეგისტრირებულნი. პეკინგმა უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ არ ერევა შეერთებული შტატების არჩევნებში. კონტრასტი მკვეთრი იყო. ვაშინგტონის ბრალდებებს ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს. მსგავსი ბრალდებები უკვე დიდი ხანია დაუმტკიცებიათ, რომ უსაფუძვოა. ჩინეთი არჩევის პრინციპებს მისდევს. ჩვენ არ გვაქვს ინტერესი ჩავერიოთ აშშ-ის არჩევნებში. საპირისპიროდ ვინ ჩაერია სხვა ქვეყნებში და გაგანახორციელა მთავრობის, კომპანიებისა და ზოგადად საზოგადოების განურჩეველი მეთვალყურეობა.
ჩვენ მოუწოდებთ აშშ-ს საკუთარ ქცევაზე დაფიქრდეს. შეწყვიტონ ჩინეთის უსაფუძვლო დისკრედიტაცია და იმოქმედონ ისე, რომ ხელი შეუწყონ აშშ-სა და ჩინეთს შორის კარგ ურთიერთობებს. ჩინეთმა ხელოვნური ინტელექტი წარადგინა როგორც საერთო კეთილდღეობისა და საერთო უსაფრთხოების ინსტიტუტების ინსტრუმენტი. ჩინეთის ხედვით ყველა ქვეყანამ უნდა მიიღოს ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა და განავითაროს ხელოვნური ინტელექტი დადებითად და სასიკეთოდ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ხელოვნური ინტელექტი გახდება მნიშვნელოვანი ძრავა საერთო კეთილდღეობისთვის და საერთო უსაფრთხოებისთვის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და გავაერთიანოთ ძალთა შევქმნათ სამართლიანი და თანასწორი გლობალური მართლობის სისტემა ხელოვნური ინტელექტისთვის. მაგრამ ამავე დროს ის ცდილობს გააფართოოს თავისი გავლენა სექტორის საერთაშორისო წესესებზე. 29 ერმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რათა შეიქმნას ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელსაც პეკინი უხელმძღვანელებს. ჯგუფი აპირებს განიხილოს სტანდარტები მოდელებზე წვდომა და ტრენინგი განვითარებადი ქვეყნებისათვის. ეს ნაბიჯი ჩინეთს პირდაპირ კონკურენციაში აყენებს შეერთებულ შტატებთან იმ ნორმების განსაზღვრაში, რომლებიც ამ თაობის ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიას წარმართავს. ჩინეთის უმაღლესმა ლიდერმა გამოაცხადა ხელოვნურ ინტელექტში 5000 სასწავლო ადგილი 5 წლის განმავლობაში და დაფირდა პროექტების გაფართოებას აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ბლოკებთან. პეკინი ცდილობს ღია მოდელებისა და გადამზადების პროგრამების გამოყენებით დაიკავოს ის სივრცეები, სადაც შეერთებული შტატების კომპანიები და მთავრობები ჯერ კიდევ ხვდებიან ხარჯებისა და ხელმისაწვდომობის ბარიერებს. ზეწოლა ასევე გამოვლინდა სამხედრო სფეროში. 2026 წლის 1 ივლისს ორი ბომბდამშენი B2-მა სწრაფი მიწის ზედა საწვავის შევსება განახორციელა საწვავის შევსების პუნქტზე. Into rápido no solo na Pearl Harbor ჰიკამში ჰავაიზე ბომბდამშენთა ოპერატიული ჯგუფის მისიის დროს. ამ პროცედურამ საშუალება მისცა თვითმფრინავებს დაფრენილიყვნენ, მიეღოთ საწვავი და მინიმალური გაჩერების დროით დაბრუნებულიყვნენ საქმიანობაში. საკუთარი განცხადებით საჰაერო ძალებმა აღნიშნეს, რომ ოპერაციის მიზანი იყო მზაობისა და რეაგირების უნარის გაზრდა პოტენციური კრიზისების შემთხვევაში წყნარ ოკეანეში. ჰავაიმ მნიშვნელოვანი როლი შეიძინა, რადგან ის აშშ-ს აძლევს მოწინავე პოზიციას ინდოწყნარი ოკეანეში მისიის ორგანიზებისთვის ისე, რომ მთელი ოპერაცია ჩინეთთან უფრო ახლოს მდებარე ბაზებზე არ იყოს კონცენტრირებული. B2 ტიპის ბომბდამშენების F-22 ტიპის გამანადგურებლებთან ერთად გადაადგილებამ აჩვენა, რომ ვაშინგტონი წორთნის ერთობლივ მოქმედებას, გაფანტვასა და სწრაფ რეაგირებას. აქტივობა ოფიციალურად იქნა წარდგენილი როგორც სხვადასხვა ბაზიდან ოპერირების შესაძლებლობის დადასტურების და რეგიონში გამოწვევებზე რეაგირების ფორმა. ტრამპი კვლავაც ელოდება, რომ მომდევნო თვეებში შეხვდება ჩინეთის უმაღლეს ლიდერს 2026 წლის მაისში გამოცხადებული სავაჭრო შეთანხმებების შემდეგ. ახალი ბრალდება საარჩევნო მონაცემებთან დაკავშირებით ეხლა ამ მოლაპარაკებაში ერთვება და ნებისმიერი დაახლოების პოლიტიკურ ფასს ზრდის. ამაღამ ვაცხადებ ინფორმაციის დეკლასიფიკაციასა და გამოქვეყნებას, რომელიც ასახავს კრიტიკულ სუსტ მხარეებს ჩვენს საარჩევნო ინფრასტრუქტურაში. იმ დროს, როცა ვაშინგტონი იღებს დოკუმენტებს, ატარებს გამოძიებებს და უზრუნველყოფს უფრო მოქნილ სამხედრო ყოფნას წყნარ ოკეანეში, ნეში, დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად შეიტანეთ წვლილი იმ ფიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ ამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი წვლილი გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში.